მშვიდობის საფადო მტელომაყურებლებო ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. კვლავ ხვდებით ერთმანეთს. მადლობა ღმერთს, რომ ისევ გრძელდება ტელევიზიის პირდაპირ ეთერი ჩვენი გადაცემებით და მადლობა იმ ხალხს და იმ ადამიანებს, ვინც ხელს შეუწყობს ტელეკომპანია რიონს და ქუთაისი მართლაც ღირსია, რომ ერთი ტელევიზია არსებობდეს და ქუთათურები ამ ტელევიზიის გადაცემებს უყურებდნენ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ივანე დაგვლეცა თქვენ მეუღლე. მეუღლე, ეხლა კვირას იყო მოთხრობილი გადარინელი ეშმაკებლის განკურნება და ჩვენი გადაცემა დავიწყოთ აქედან, რომ განმარტოთ ეს სახარება. Это მნიშვნელოვანი თემა. თითქოს ეს ოდესღაც სადაც მომხდარი ამბავი, მაგრამ ეს მეორდება და გრძელდება საყოს მომდეზე, ეს უკვე დასაფიქრებელია. ეს არის ესეთი მხარე გადარა და გერგესა. ოთხ სახერებაში ზოგან გადარა უფრო ახლოს იყო გადარასთან ან გერგესასთან. ერთი სოფელი იყო, მეორე ქალაქი. და მაგრამ თვითონ ეპიზოდი ასეთ აი ამ დასახლებულ შორის ხდება. იქით უფრო დასავლეთით, აქედან არის გალილეის ტბა, გალილეის ზღვას უწოდებენ და აღმოსავლეთით ამ თვიდან ეს ორი დასახლებული პუნქტი. და აქ ამ ორ დასახლებულს შორის იყო ერთი პიროვნება ადამიანი, რომ შეპყრობილი იყო ბორტის სულის მიერ. და აშინებდა ხალხს. იყო ესე იგი უკვე მიტოვებული გადასული საფლავების გამოქვაბულებში იქ ცხოვრობდა, ბინადრობდა. ოდესღაც თავის სახლი ექნებოდა რაღაცა ერთი ან მეორეში, მაგრამ იქ დასახლებულ ადგილას ვერ ჩერდებოდა. და აშინებდა ხალხს. სადაც ჯგუფურად მის შეკრას თოკებით გაწყვიტა, ჯაჭვების გაწყვიტა, რათა საოცრად ძალა ეძლეოდა მას და ეშინოდა მასთან შეხვედრის ადამიანი ვერ მოერეოდა მას. მაგრამ ეს ადამიანი ძალით არ აკეთებდა მას, არამედ ბოროტის სულის მოქმედებით და ეს ძალა ეძლეოდა. და როდესაც მაცხოვართ ეს ფოტოფილტრად უახლოვდა იმ ადგილას, იყვირა მაშინ ამ შეპყრობილმა ბოროტის ძალით ადამიანმა და ის მოსუხა ადრე და ჩამაგდეთ მე სულშია. სულში გულისება ჯუდოხეთში. ჯერ მინდა მოცემული აქვს ბოროტის სულს და ძალას მოქმედება ქვეყანაზე. როგორც ბიბლია გვაუწყებს, ზეციდან გადმოგდებულია, რამე თუ უფალთან დაპირისპირებულია და ამიტომ სულიერ სამყაროში იქ უფალთან ერთობაში მას ადგილი არ აქვს. მაგრამ ღვთისაგან მიეცა უფლება, რომ აქ ნივთიერ სამყაროში იმოქმედოს და გამოუყენოს თავისი ძალა და თავისი ნება. ეს ღვთის ბუნება ესეთი, რომ ის არ ეწინააღმდეგება ნებას დარსას, მაგრამ მის მოქმედების შესაბამისად მე ღვთისაგან გეუბნობს საჩუქრს და აი ეს უფლება ქონდა მას მოცემული. იცით გამოიჩნდება ადამიანის თავისუფალი ნება. ვინ დაემორჩილებოდა, ვინ არ დაემორჩილებოდა. ეს ეშმაკეულის ერთი იყო ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა დაუცველი. ამ ბოროტ სულთან მიმართებაში და ბოროტი სულ მასში მოქმედებდა. და ეს არის მისი ერთ-ერთი თვისება ბოროტის, რომ შეაშინოს და შიშით დაიმონოს სხვა ადამიანები. ან მოხიბლოს და ხიბლით, მაგრამ მაინც დაიმონოს. ბოლოს ყველა შემთხვევაში უნდა დაიმონოს, რომ ამით ის უფალს ებრძვის.
ადამიანი აქვს და მისი ბრძოლის ველი, თუმცა ის უფალს ეწინააღმდეგება და უმტკიცებს, რომ ის არანაკლები ძალის მქონეა, ისე უფალი. ეს ამპარტავნების სულია. და როგორც კი მაცხოვარი იხილა მოახლოებული, აყვირდა, რომ ისის მოსხარა ადრევათო, ეს ნიშნავს, რომ ამ შულმა იცის, რომ დადგება ჟამი, როცა ის აგებს პასუხს ქრისტიანში. და დააშორს უფალი მის ასეთ მოქმედებას ქვეყანაზე. და მანამდე დრო არის გამოცდა ადამიანებისა, ადამიანთა მოდმისა, რომ მათ მოცემული ღვთისაგან ნიჭი და მადლი ღვთის ხატების და მსგავსების როგორ გამოიყენა ცხოვრებაში. მიაღწიეთ რომ მსგავსებას ხატება ხوار დააზიანა. და ეს ოფე დამოკიდებული ადამიანის არჩევანზე. და რადგან ამ სულ მოითხოვა რომ ჩამაგდებ მე უშუშიო მე თხოვს რომ აი ღოვრების ან იყო პოლტიო და იქ შემიშვია. და ვიცით რომ ეს პოლტი როგორც კი ეს პოლტი სული გამოვიდა ადამიანისგან და შევიდა ღორებში ისინი ასე ვთქვათ არა მათი ბუნების საწინააღმდეგო მოქმედება დაიწყეს. გაიქცნენ ყველანი და ტბაში გადავარდნენ და დაიხჩნენ. ანუ ეს ნიშნავს რომ ღორი როგორც სიმბოლო უმადურობისა, გაუმაძღრობისა, ველურობისა ის ვერ არჩევს რაში თავი რომ ის დანაყარდეს. და ყოფილი შემთხვევაში რომ სადაც ხანაში გასულია ადამიანი ოჯახი თუ პატარა ჩვენი ბავშვი დაუტოვებიათ შეხვეული აქ მიწაზე ჭდილში ორი მუშვა და დაუღეჭია შეუჭამია. ანუ ყველაფერს დამსვლელი არის მოგდო გათეს და ეს არის თავისებურად სული ანგარებისა და უმადურობისა და ასეთი ნაკროვანების კიდე ერთდროულად. თუმცა მაცხოვრი სიბინძურაც ხო შეიძლება მე. როცა მაცხოვრი ეკითხება რა არის შენი სახელი ამ სულს ესე ჩემი სახელი ლეგიონია, ბერნი ვარ თქო ჩვენ. ეს ადამიანში როგორ აღმოჩნდა ეს ბევრი და ეს ადამიანი დადიოდა და ხანდახან შეტევები ჰქონდა ეს და როდესაც ეს მორტისული დავიდა სულები გამოვიდნენ და ის დაწყავდა ეს ადამიანი და დაინახეს წევსებმა გაუბედურება მოხდა. მთელი ეს ქონება იმ სოფლისა ეს ღორები დაიხოსენ ერთიანად. და გაიქცნენ სოფლში და უთხრეს რომ ამათ მიანდეს მიდით მიხედეთ და ისინი დაიღუპნენ ერთად და ვინ დაუჯერებდა როგორ ერთად როგორ დაიღუპნენ და გამოიცანახავთ ხო არ გვატყობს ეს წებს ხო მიყიდა ვინმეს და ანუ მათი აზროვნება ესეთია თუ რა უნდა ენახათ და დამხჩველი ღორები ხო მივიდნენ ნახეს ტივტივებდნენ ისინი მათი გვამები იქ და მაშინ შეეშინდათ და მათ ხოს თხოვეს რომ წადიო არ შემოხვიდე ჩვენ სოფლებში რატო მიხვდნენ უფალმა ამხილა მათი წოდები რომ ჯულის ანახმად ღორის ხორცი არ უნდა ეჭამოთ ამდენ ღორებს ისიც გამრავლეს წარმოთ ეს მიყიდიდნენ და ღორებით მე მდიდრდებოდნენ ну ესეთ თავისებური ჭამა არის ხოთ ფიზიკურად და საზრდოებულობ ის როგორც ნათქვამი შემოვალი პირიდან მე თავის გასვლას პოულობსო და არჩევა და თუ მუდმივ ასეთ შემოსვლას ადლებდა ფულად ის რჩებოდა მაგრამ მდიდრდებოდა თქვენ მეფეებს შეიძლება დაგეკითხოთ აქ უფრო იმაზედაც ხომ არ იყო საუბარი რომ
ეს კი მოხდა ეს ფაქტი და აქედანაც ჩანდა როგორც თქვენ ბრძანეთ რომ ისინი უკვე ცოდვაში იყვნენ და არასდროს აკეთებდნენ მაგრამ იქ რო შესულიყო უფრო პირადი ცოდვები რო ემხილები ალბათ ეს შეეშინდათ ხო ამის შეეშინდათ მაგრამ სწორედ მოხდა ისე რომ ამ მათი კოლექტიური ცოდვის პირადი ხო ქონდათ კიდევ ერთიანად ეს ამ მეურნეობას ეწეოდნენ ჟულის საწინააღმდეგოს და მამხილებელი მათი ასეთი უწესრიგობისა თუმცა ეს გადარინელი ასე იგი შეპრობილი ბოროტის ძალით იყო ადამიანი და შეიძლება პარალელი რომ ესეთი შემთხვევები ადამიანებსაც შეპრობილობისა იყო და თვითონ პინატერებში აღარებას არის არაერთი მაგალითი მაგის მაგრამ მას შემდეგ რაც დაიწყეს მკურნალობა ფსიქიურ დაავადებულების და სპეციალური კლინიკი შეიქმნა აღმოჩნდა უფრო მეტი გახდა ანუ სამეცნიერო საშუალება განკურნებისა არის ეფექტს და პირიქით მიუხედავად ამისა უფრო მრავლდებიან და მიზეზი იგივე იქნება რაც აი ამ ბავშვი ჩვენ გავიგეთ რომ თვითონ იმ სოფელში იმ დასახელ პუნქტებში თუ დაბა თუ ქალაქი იყოს რეალურად ეს ცოდვა ჟულის საწინააღმდეგო ქმედება და გვერდის სავლით და გამართლებით მაგრამ ვერ გამართლება ვერავინ ქრისტიანში ყველა თავის ცოდვაშია მაგრამ არის ცოდვა უნებლიე არის ბუნებითი ცოდვა და არის ცოდვა არაბუნებითი და ანგარება და ეს არის არაბუნებითი ცოდვა ბუნებითი ცოდვა არის თუმცა ადამიანი მოტოდებული გამრავლებისაკენ და ქალქულტი მაგრამ ამ ურთიერთობას მე იყენებს სხვანაირად და გახსნა ხდება ორივე მხრიდან და მეორე ბუნებითი არის საკვების მიღება ბუნებრივია ჭირდება ადამიანს მაგრამ გადამეტება იმაზე მეტი ჭირდება მიღება და გემოთ მოყარება და ნაყროვანება გაუმართლობა მიჯაჭვულ სასმელზე და მე გადადის უკვე წამოვიდი ხალხსა ანუ სიმეტრიულად ცოდვის გამრავლებისა მე მრავლდება რიცხვი აი ფსიქიურ დაავადებულებისა ეს არის მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით კიდე სხვა რამეს გეუბნება ეს შემთხვევა რომ უფალი მოვიდა რომ იქადაგოს და სიტყვა სიმართლეს და ჭეშმარიტებას მიაყენოს ამდენ გონებამდე და ხალხმა ვთხოვა ჩვენ სოფელში არ შემოხვიდეო ანუ მიხვდნენ რის გამოც მოხდა ან ის შეპრობილობა მკაცისა და ან რის გამოც ეს ღორები დაიხოსენ რომ ამ ღორების დახოცით უფალმა ამხილა მათი ცოდვა რომ ამით სარგებლობთო ესენი თვითონ იღუპებიან და თქვენ გღუპავენო და ამათ ხონდათ არჩევანი უფალი მიიღოთ და განშორებული ცოდვას თუ დარჩენილი ცოდვაში უფლის გარეშე მათ ეს ამჯობინეს ამიტომ როდესაც მათხოვნა დააპირე წასვლა იმ განკურნებულმა სთხოვა რომ გამოყვები შენო მიხვდა რომ მისი ადგილი უფალთან არის და აქ უფრო უარესად იქნებოდა ხოდ მაშინ უფალმა მას მისია დაავალა დარჩი და ყველას ვამბე რა გიყო შენ უფალმა ანუ გახდი მისიონერი იქადაგე და შენ ხარ ცოცხალი მაგალითი შენი განკურნებისა და ნახე რომ ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანი თვითონ არ იყო შეპრობილი მსენით რითაც ეს სოფელი ამიტომ სოფელს მოძულებული ყავდა და იყო დაუცველი როგორც ფიზიკურად ისე სულიად დაუცველი რომ მან არ იცოდა წერილი ღვთის სიტყვა არ იცოდა როგორც ლოცვა არ უსწავლებით სადაც უჟილ გამრავდა იქ ნაკლებად არის სულიერი განათლება ადამიანისა და ამიტომ დაუცველი და ამიტომ ლეგიონი ამ მოსახლეობის
სხვადასხვა ცოდები და მათ შორის ერთ-ერთი ეს ჯულის დარღვევისება ვთქვათ მან იტვირთა და ესენი ჩადნენ ჯანმრთელად ის ავადმყოფს დამუშავებული შინაგანის ჯანმრთელი იყო და ისინი სრულიად დაავადებულები იყვნენ აი ვთქვათ ამ უფალია გამხილებელი სოფლისა მის უყურმართობისა და ამ უყურმართობიდან გამომწვევი შედეგების თუმცა ესახება ხანდახან დანაშაულად ამაში ამიტომ ჩვენ ვალდებულთ ვიზუნთ მათთვის მაგრამ უფრო მეტად ვიზუნთ რომ ნაკლებად იყოს ჩვენ შორის ცოდვა უნდა მე მაშინ დავსწრენ რომ სამწუხარო კი არა ტრაგიკული მოვლენა არის კი არ გავა რომ რამდენიმე თვითმკვლელობა ფაქტი არ დაფიქსირდეს მარტო ჩვენ რეგიონში ჩვენ ეპარქიაში და შეხდება სხვაგანაც მე საპატიო ჰქონია ჩვენ ამაზე საუბარი და სამწუხაროდ თბილისში უამრავი შემთხვევები არის და რას ნიშნავს ითოს სიცოცხლე გაუფასურდა და იმედახენ ისე დაავადებული იყო ფსიქიატრ და რატო იყო დაავადებული თან დაავადებული ხო არა შეიძლება დაუცველი ახლა ის აღმოჩნდა იმ გავრემებული ცოდვების გავლენის გამო და მე თვითონაც როგორც დაუცველი ორდიდალისგან აღმოჩნდა მის მიერ შაპყრობილი თითქოს მან იტვირთა ეს ცოდვები მაგრამ თვითონ ვერ გაუძლო თვითონს ხოლმე თუფალ შეუძლია თვითონ ჩვენი ცოდვების და სინამდვილის შესაბამისად ცოდვის მიტევება და განთავისუფლება ჩვენი ცოდვებისაგან ამაზე იყო დღევანდელი გვრის სახარება მე უკვე აი იქ ბოლოში როგორც უფალი ამთავრებს წადი და თქვი ყველგან რა გიყო ღმერთმა აი ზოგიერთი რელიგიის წარმოადგენლები რომ ამბობენ ჩვენს უფალზე რომ ის ღმერთი არ იყო აი კარგად ჩანს აქ როცა უფალი თავად ამბობს მე ვარ როგორც სხვა ადგილზე ამბობს აღდგომა და სიცოცხლე ხო აი მე ვარ ღმერთი აი თქვი ყველგან რა გიყო ღმერთმა ესე იგი მე რა გავაკეთე ხო ღმერთმა ქრისტემ ხო გაკურნა ეს ფაქტი ხო და წადი და თქვი ხო ნიშნავს ეს ამას რომ მე ვარ ღმერთი როგორც თომას ეუბნება რომ შენ კი მე მიყურებო ღმერთი ჩემი თომა რომ ეტყვის და შენ შემხედე და მაგრამ ნეტარ არიან ისინი ვისაც არ უმახვილო და დია ხო აქ მტკიცებულება ხო არის თავად სახარებაში არის ადგილები სადაც უფალი თავად ამბობს რომ მე ვარ ღმერთი ხო აი მათ საყურადღებოდ ზოგი ვერც ამბობს ამას და როცა მათ ელაპარაკებიან ვერ უმტკიცებს რომ აი საწერია სახარებაში რომ ქრისტე არის ღმერთი აი ჩანს პირდაპირად რომ თავად უფალი ამბობს მაგრამ შეუბნება ლაზარეს დევს მართავს და მეორე ცხოვრება და აღდგომა და ხო ანუ სიცოცხლე ჩვენ დაჩუქარი გვაქვს მოხდიან ბოძებულია სიცოცხლე და ანუ ცხოვრება და ჭეშმარიტება და აღდგომა ანუ გეშეთ გვაქვს ჩვენ საყოველთაოდ აღდგომა უკანასკნელ ჟამს ჩვენი წინაპრების დაწყებული ადამიანიდან და დღემდე მაგრამ როგორც უფალი აღდგა და მისი ბუნება კაცობრიო რომელთი იტვირთა ება უკვე კაცო ბუნების სახეცლა ის თაებრით ისევ იტვირთებს და ამიტომ არის ეცხადება მოწაფეებს მათთან ერთად საუბრობს პურის გატეხვა ხდება მაგრამ მათი დარიგება და დასწრება და მოძრება უკვე დაფუძნებულია იმ რეალურ ფაქტზე მისი დღესდღეობისა. ამიტომ ამით რწმუნდებიან ისინი, რომ ჭეშმარიტად ქრისტე არის ძეხთვისა, ცხოველისა. კოლემეფება აი დღევანდელ სახარებაში რომ თქვენ განმარტეთ და შემდეგ ისაუბრეთ რომ აი თვითმკვლელობები მომრავლდა. აი რის გამო არის ეს? არის მე ვთქვათ ინტერნეტიც მოქმედებს ამაზე, ტელეფონებიც მოქმედებს. აი თქვენ რა სიტყოდით ამ ფაქტთან დაკავშირებით? რა მიზეზია ამის? ეს მათ ახლა დაწყებულა, მაგრამ მე ვთქვი მათ პროპორციულად რაც ცივილიზაცია ნელ-ნელა შორდება უფალს და უფრო
ტექნოკრატული ხდება ვიდრე სულიერი. ადამიანი აკლდება სულიერ საწყისს ცხოვრების. გონებრივათაც, ნეველობითაც და თავისი წარმოსახვებით, შინაგანი ხედვით ბრალდება გაკითხვის სული გახდება, თვითკაყოფილების სული ბრალდება, ამპარტანების სული ბრალდება, ურჩობის და აი ეს არის მიზეზი. ეს ლეგიონი რეალებს და ბრალდება თითოეულ ადამიანის მიერ, რომელიც თავისუფალ ნებას უმორჩილებს აი ამ ვნებებს გარშემო. ერთ-ერთი ასეთი ვერც წარმოიდგენენ ადამიანს ვნება არის. რა ვნება არის? რა დღეს მოდაშია, აუცილებლად მოდურად უნდა ჩაიცოს. კაცია, ქალია, გოგოა, ბიჭია, რაღაცა და თანათმევი დაიგრძელოს, ან გადაიპარსოს, ან მოკლე კაბა ჩაიცოს, ან შარვალი, ან შორტი. აი ეს მეტყველის რომ თვითონ კი არ აზროვნებს, ანუ თვითონ მოდა გახდა კერპი. დღეს ეს არის მოდა, ასე ჩაიცი. ხოლმე სხვა მოდა, ხო ისე ჩაიცი და სადაც შენ თავშეფონება. შენ გემოვნების უნდა ხო აქ ადამიანს. ყველას ერთაერთი საჭმელი ხო არ ხდება. ხო, გაჩიმის ფიგურას აგებულებას ხელს, მაგრამ იმიტომ რომ ადრე სამუშოს ხონდა სოციალური დატვირთვა. სამი ოჯახის წევრებს თავისი თავდაზნაურებს თავისი ხონდა ვაჭარს უნდა გარს თუ ექიმს თავისი სამოსი ხონდა და გლეხს და შესაბამის სამოსი. თავით უკვე ხდებოდი რა რომელიც საფეხურის სოციალური კიბის რომელიც წარმოადგენდა გაქვს საქმე ურთიერთობა ანუ კომუნიკაციაში და ეხლა ეს სხვაობა ირღვევა, მოდა არღვევს ამას. მოდები იყო აი ის ასაც დღეს მოდა ქვია არ შევეხები ძველ დროს რომში როგორ იყო, მაგრამ შუა საუკუნეებიდან სამეფო კარზე იტალიაში თუ საფრანგეთში ელნიშნება იქ ერთმანეთს ეთიბრებიან ვინ უფრო ელეგანტურად თუ ექსტრავაგანტულად ჩაიცავს შეიმოსება და ვიღაცა აი მოდების მბრძანებლები იგონებდნენ ფორმებს. გლეხი შევჩებოდა ის სხვა ფენის ატარებს, მაგრამ მარტო ზედა ფენის ინტაროდა. დღეს ეს საზღვარი დაიშალა. ყველა შეუძლია ჩაიცოს ეს. ну ხარისხი თვითონ და იმ ქსოვილი სერვისი სხვადასხვა იყოს, მაგრამ ფორმა და იგივეა. და აი ეს ამორფული მდგომარეობა საზოგადოებისა. ვინიშნავს რომ მათ თვითშეგნება, სოციალური გააზრება და გემოვნებით გააზრება. ან გემოვნება არ არის. თუ შარვალი, თუ მოკლე ქვია, თუ ჯინსი, თუ დახეული. შარვალის მოსანატრებელი გაგვიხდება ცოტაში. საერთოდ გაიძროს თანზე ყველაფერი და მინი შორტები ხო ეხლა რატომაც იქ აუცილებლად უნდა წელის ნაწილი გამოაჩინოს კიდე და ну საწუდაობა ეს, მაგრამ მე არ განიკითხავ, რომ ახალგაზრდებს აქვს სურვილი რაღაცა შეცვალონ, რაღაცა ახალი გავიქნათ და ფაქტობრივად ეს მოდები გათვლილი ახალგაზრდებს. და ჩვენ ჩავწერთ, კვლევაც არ ქვია, მაგრამ გავიცანით რევოლუციონერების თუნდაც ბოლშევიკების ბიოგრაფიებს. როდის დაიწყეს მათ რევოლუციაში მონაწილეობა? 16-17 ასაკში. აი აქ. შედგეს ფეხი აი გზაზე, ტერორიზმის, დემაგოგიის, ძალადობის და წინააღმდეგობის დამპარტავნების. არსებულ წყობის მიმართ. და რაშიგი მოყვა. აი და ასე მოდები გათვლილია აი ახალგაზრდებზე. მაგრამ სამოსის შეცვლით თვითონ ადამიანი ხო არ იცლება, მაგრამ ჩანს რომ მას უკვე საზომი
დავის შესაბამისი ცხოვრების და ხედვის დაკარგული აქვს. ის უყურს თუ მოდაში რომ ჩამორჩენილად არ გამოჩნდეს. ის უნდა ის პროგრესული უნდა იყოს. ამიტომ რაც უფრო ცდილობს პროგრესად, უფრო პატივმოყვარე და ესეთი ამპარტოვანი ხდება. სიამაყე მეტი აქვს, რომ აი მან გაიგო, მან სხვაზე უფრო მეტად შეიძინა ეს. ხო. ინტერესია, მაგრამ სამწუხაროდ არის მეორე კიდე სასტური, ეს არის არნახული ინტენსივობა და სიმბოლური მრავალფეროვანი ინფორმაციის ნაკადის. სხვადასხვა სახის არის ეს დიდად არის მარგინალური, ეს კიდე პოლიტიკას ეხება ეს თუ სოციალურ წყობას ეხება და ადამიანი კარგავს სადრის ცხოვრებისა თვითონ რა უნდა აკეთოს, რა ნიჭი განშია მას და რომელ გზას უნდა ადგეს ცხოვრებაში. ზოგი ადრე ხდება მას, ზოგი თანდათან უკვე ცხოვრების გამოცდილება შეიძენს, მე გადააფასებს. მაგრამ ზოგი რჩება ესე უგულისხმო და უკვე თვითშემეცნების უნარი და საზომი კრიტერიუმი, რომელიც მარჯვნივ ღირებულებებზე დამყარებული, მას აღარ გააჩნია. აი როგორც ნაფოტი ტალღებზე ხან იქით გადავა, ხან აქეთ გადავა, ესეთ დღეში არის და უნდა მოусვენარი, უნდა განკითხველი, უნდა აი ესე სული სწორედ ამხილა უფალმა ამ ადამიანთან შემთხვევაში. თქვენი მეუფება, აი ასეთ რაღაცას კითხავთ. დღეს ჩვენ ფაქტურად ხედავთ, რომ ახალგაზრდები გვიყვარს, კი ეს ძალიან საყვარლები არიან, კარგები არიან, მაგრამ ამ დროებამ და ამ გარემომ ფაქტურად ისინი ჩვენ წაგვართვა. მიყავთ რაღაც გაშიშვლდნენ, გაუხეშდნენ, უფროს უმცროსობა არ იციან, პატივს არ მიაგებენ და აქ ოჯახის ბრალია, ეს განათლების ბრალია, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ну, ზოგადად ოჯახზე, ნახეთ, მაგრამ ოჯახიც არის. თუ თავიდან როგორც შეიქმნა ოჯახი, ის მყავს ტრადიციულ ღირებულებებში აგებული ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის და ბავშვებთან მიმართებაში და განათლების სისტემასთან, მაგრამ დღეს სამწუხაროდ უკვე საოჯახო აღზრდის სისტემა დარღვეულია. დარღვეულია ესე მედიის სივრცის შემოჭრით ოჯახში და საზოგადოებაში ადამიანებში. რას უყურებს ტელევიზორში, მობილებში რითთან დაინტერესებული და გაცვლა ცნობის მოყვარეობაზე. ის ასამობს, ეს იმანა გაკეთა, მანა გაკეთა, მე თვითნებურად აკეთებს არჩევას, რომელიღაც უფრო მოეწონა. რის მიხედვით მოეწონა, რომ არის ესეთი ხმამაღლა ქადაგებს ან აკრიტიკებს ხელისუფლებას და ან კიდეც სწავლობს მათ პოლიტიკურ ორიენტაციას ის ეჭვია. ეხლა შემოვიდა ეს კიდე საერთოდ სულად ადამიანის ბუნებასთან შეუსაბამო აზრს ძველი აღთქმის მოთხოვენ ეს ღვთისათვის ისადაგლიო პირდაპირ ამბობს ლევიანთა წიგნში მოსწინას მეტყველი ამბობს ასევე ახალი აღთქმის წიგნებში იონე უბრალოდ პავლე მოციქულებს რომაელებს მიმართ ეპისტოლეს რომ იყო ცენტრი იმპერიისა იქ ყველაზე მეტად გამოჩნდა რა სულისკვეთების იყო ეს იმპერია და ამ ხელს აი ეს მრავალი უჟილობა გამრავლდა ღმერთის შემსაგრად თაყვანისცეს ქმნილებას მე უფრო ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ნაბატიეთ რეკლამის დროა და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენი საუბარი
ჯიგარო, გაიღვიძე, სელფის გათამაშებაზე უნდა ვილაპარაკოთ. ყოველ ჯარის 5 ლარზე 1 ბილეთი იღებ და ყოველ კვირას 5-ჯერ 5,000 ლარი შეგიძლია მოიგო. ახალი წლისთვის კი 10, 20, 50, 100,000 ლარი. გამიგე? ჯიგარო. სელფის გათამაშება, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. ერთად ფიქრი და მოქმედება. გამომგონებლები და მათი წამოწყებები. ერთიანი ძალით ბევრს მივახცევთ. მომავლისთვის, რომელშიც ცხოვრება გსურს. პროექტი გლობალ ჩვენს ეთერში. გრძელდება ჩვენი გადაცემა თქვენ მეგობრებო. ხო. ჩვენ შეგვიძლია თემაზე მომავალთაულაზე ახალგაზრდებს ნუ უკვე ოჯახი აღარ არის ავტორიტეტი იმის შვილებშიც. ნუ რა მე ნაპროფა ყველაზე არის დაიწყო ოჯახები, მაგრამ მათი შვილები რო ხედავენ სხვა ბავშვები როგორ იზრდებიან და რითაა დაინტერესებული, მე აღმოჩენ რომ თვითონ გარიყულები არიან ამ მასისგან და ნელია ხოლმე შინაჩვენება შინ თვითყოფადობის და ორიენტაციის, როცა უმრავლესობა ირჩევს სხვა მიმართულებას. და აი ეს ოჯახის სტრუქტურა ირღვევა. და უკვე ოჯახი აღარ აქვს ავტორიტეტი. და პირიქით საკანონმდებლო ბაზები ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახის გრევისკენ არის მიმართული. როცა შვილს რომ ჯერ გასაზრდელი არის, როცა ჯერ არ აქვს ორიენტაცია ცხოვრებაში აღებული, ადრე უფლებას თავის მშობელზე იჩივლოს და დააკავონ ის და თავის ციხეში. აი ეს არ ნახული რამე არის. ჯუმში ხო პირიქით თუ ბურჩი შვილი თუ არის რომ საზოგადოება გაერიდებოდა მას, თავის მშობელს არ უჯერებს, ჩვენას დაგვიჯერებსო. ეხლა პირიქით არის, უფრო დაუმორჩილდა ბურჩია, მით უფრო რაღაცა მისაღებია. ალბათ ეს სპეციალურათა ხო მე უფრო შემოტანილი ეს კანონი, ხო? ამას თავის დანიშნულება აქვს. ჯერ დაიწყო საზოგადოებრივი აი ამ გემონის ეპატაჟი. ანუ ეს დამცირება, შეურაცხყოფა, გაუფასურება და საწინააღმდეგო სამიზნეობა. ანტიესთეტიკური ჩაცმულობა. ხო. ნუ ასოციალური ჩაცმულობა და ხო ეს მაგრამ შევიდან ვიდა შესაძლოა სქესის შეცვლის ოპერაცია. ნუ ეს არის ტრაგედია, ვინც ამას აკეთებს. შეიძლება კი არის პათოლოგიური მოვლენები და ესეთი მოვლენები როგორც გერმაფროდიტიზმი ცნობილი არის. მაგრამ ეს არის ერთეულები და ვიტყვით რომ ერთი გენეტიკური ასეთი ანომალიები რა სხვა ზოგი უშნათლო იბადება, ზოგი ხრომუნჯი იბადება, ზოგი კუტი იბადება, იშვიათად, მაგრამ ამის პროპაგანდას არ ეწევა. და რატო გერმაფროდიტიზმი გახდა საბაბი აი ამ იდეის შემოტანის, რომ ტექნოლოგიურად შესაძლებელი შეცვლა? კი, მაგრამ ჰორმონალურად არ იცვლება. აგებულების სხეულის არ იცვლება და მაშინ იწყება წინააღმდეგობა უბრალოდ ბუნებასთან. მას ხონდა ერთი დარღვევა. ეხლა ერთი დარღვევითან გამოსცემ, სამოთ უამრავი დარღვევა შემოვიდა და ესენი ხდება ინვალიდები, ეს ადამიანები. მაგრამ ამას მოვალავეთ საზოგადოებას. აი ესე იგი რაღაცა ძალებია დაინტერესებული თითქოს ეს იდეები გავრცელდეს. სქესის შეცვლის ოპერაციები. ხო. მაგრამ აი ბუმბა მეგონება გაიარა, იმიტომ ნახეს მშობლებმაც ნახეს დაგიგული შედეგია. და თვითონ იმ ადამიანებს გაიკეთეს ოპერაციები. ეს იმიტომ მათ თავი პრობლემა ადამიანი ვეძლებს რა არის? ეს არის სიცოცხლის საზრისის. ნიშნობა რა შენ მამაკაც ხარ თუ დედაკაცი, როგორ დაიბადე?
თავი სული ხო ერთია. ღვთის ხატებისამაც და სულის შესაბამისად იცხოვრდა. აი სულიერ ვერ ცხოვრობ ჩვენ და არის სულიერ ცხოვრება და თან რომ ანუ უფრო ვიწყეთ ათეისტური ან გაათეისტირებული საზოგადოება აი ამ უნიშნულოს მომენტს ცხოვრებისა, საზრის ცხოვრებისა უკარგავს ადამიანს. მაშინ ფასურდება სიცოცხლეც და ყველაფერი დასაშვები ხდება. აი ამ დროს ადამიანი იბნევა უკვე და რა უნდა ერჩიოს. ან ისაც მოდას უნდა ხინ იმას მიყვება, ან რაღაცა ორიგინალ რაღაც კიდევ შემოვიდა და ის უნდა გააკეთოს და ანახოს თეთრ გამოჩნდეს. თვით გამოჩენის სურვილი არის. რომ აი და ეს ყველაფერი წარმავალია და გარდაცვალებით სრულდება. წერილი დაბალობს დელი ღვთისმშობლიდან ეკლესიასთან მეფე სოლომონის წიგნი რომ ბრძენი სოლომონის თავდაო სიტყვებით რომ იწყება ამოებათა ყოველი ამოარს მე ჩამონათვალი ხდება რომ ესეც ამო და ისინი თავიდან თავი ყველაფერს რა არის დაიცემს ცნებებია და იცოდი რომ მიწა მიიქცეო და სული დაუბრუნდა ღმერთს და ღმერთი განжის მას აი ეს დავიწყება ჯერ ღმერთისა და დავიწყება რომ შენ სულიერი საწყისი გაქვს რითი განსხვავდები შენ ცხოველისგან არ აქვს შინაური ცხოველი თუ გარეულ ცხოველი არ აქვს მნიშვნელობა შემოქმედების ნიჭი შენ მოგცა აბსტრაქტული აზროვნება შენ მოგცა აი ეს ორი რამ ერთად ის და ანუ და მეტიც ის თუ მოქმედებს ინსტინქტით ცხოველი ადამიანი თვითონ თავისას უსახავს გეგმებს რა საფრთხეს უგულ მოიქცეს წავიდეს და გააკეთოს ანუ თავისუფლება აქვს ადამიანს ინსტინქტის ხონი ცხოველს და ნება რა აქვს თავისუფალი მასა ინსტინქტი რეაქცია გარემოზე და ადამიანს შეუძლია გარემოს საწინააღმდეგო ქმედებას და შეუძლია გარემოს დამორჩილებით. მაგრამ წინდან მოწამენი, რომელთაც ითხოვდნენ წარმართები, უარყავ ღმერთი შენი, უარყავ. და მოდი ჩვენ უძლებს მიიღე მონაწილეობა, იცოდა რომ ის დამთავრდება ტანჯერ წამები და სიკვდილით, მაგრამ მაინც არა. რატო? მისი უპირატესი იყო სული. სხეულს მაინც მოკლა და სული შეიძუნეს და მათ ხოვარი პირდაპირ ამოსდა წმინდა ლუკა მახარებელი შემვინახა ეს სიტყვები და უფალი უბნება რომ ნუ გეშინია იმათი ვისაც შეუძლია თქვენი სხეულის მოკლა და ამის შემდეგ არაფერი აღარ შეუძლიაო იმის გეშინა რომ ვისაც სხეულის მოკლის შემდეგ შეუძლია სულის ჩაგდება გენაშია აი სულიერ საწყისის არსებობა არ ესმის ადამიანს სუბსტანციურად სულის არსებობა და არა უბრალოდ ჩვენ რომ სუნთქავ და გონია არის სულიდან სამშვენელი მახსოვს ეს 90 წლების დასაწყისში 91-ში იყო შეკრება საზოგადოების ინტელიგენციის გონი კინოსტუდიაში თუ კინოს სახლში და იქ ბიზნესმენები იყვნენ მსახიობები და ლაპარაკობდნენ რომ უნდა გავასრულოთ ჩვენი ცხოვრება და რა გულისხმობდნენ რომ მეტი გართობა ყოფილიყო კონცერტები საღამოები ანუ ისე დავიწყება სული საწყისსა კი ეს ამას კარგი გზალავ მაგრამ ეს არ არის სულიერება ეს არის შვინვიერი მოთხოვნილი დაკმაყოფილება თქმობა მუსიკით ან გარკვეულ სპექტაკლით ან საოპერო ან ბალეტით კი კომპოზიტორისთან ნაწარმოებით მოსმენით ხო მაგრამ რა გზრდით შენ სულიერ საზრდო შენ შეიძლება აქედანაც მიიღო სულიერ საზრდო თუ მაგრამ სულიერი განათლების ნაკლებობა არის ამის მიზეზი უფრო და უფრო დაშორდა ადამიანი ღმერთს
ეს არის პრობლემა. ეს იყო რომის იმპერიაში, როგორც პავლე მოსკოვი ამ ხელს და ჩვენ ამაზე გვისაუბრეთ. და ასევე წინასწარ მეტყველება არის მოსკოვის უკანასკნელ ჟამს როგორები იქნებიან ადამიანები და ჩამონაცვალეს ის თვისები, რომ ძალიან გაქტიურებულია საზოგადოებაში. მსოფლიოს მასშტაბით ვამბობ და არა მარტო ერთი ქვეყნის. ესეც ერთ-ერთი ნიშანია ბოლო ჟამის მოხდების. მე აი რა მინდა რომ გითხოთ. ესენი რო ხა ასეთ რაღაცას ეხებიან, ასე საშინელება ხო, მაგრამ როცა ადამიანი გარდაიცვლება და თქვათ იქ წარსდგება, ის ხო მაინც მამაკაცი იქნება. აქ რაც უნდა გააკეთოს. იქ აღარ არის. ხო, კი, მაგრამ იქ კაცი იყო, კაცური თვისებები, ან მამობრივი თვისებები. მანდილოსანი იყო ქალი, დედობრივი თვისებები. ცხოვრება ერთია. მაგრამ ამიტომ რომ დედა კაცი, მამა კაცი, კაცური ბუნება ერთია. მაგრამ იმას დედობით უნდა მიაღწიოს, ამან მამობით უნდა მიაღწიოს სასწაულს. ეს არის. მე ვფეს ერთ სიტყვით დავამთავროთ ჩვენ და აი ეს რო შემოვიდა გადაკეთება. ერთმა სპორტსმენმა ადგა და თქვა რომ მე დედაკაცი ვარო. და ქალთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და იმათმა პროტესტი გამოთქვეს. ესო კაცი არისო, იცახს დედაკაციო, მაგრამ კაცური ძარა და კაცური თვისებები აქვს და ასე არ გვინდა ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. და ყველა დაამარცხა. ხო, მე მახსოვს კიდე ეს სამწკავშირში ალბათ 60 წლების შუა წლების ფონდაცია იყო ესეთი სპორტის სახეობა არის და დები იყვნენ ტუბები. უცნაური გვარი ჰქონდათ მათ. გვარები დადიან და ირინე იყო. და გერმაფროდიტები აღმოჩნდნენ ისინი. საოცარი ძალა ჰქონდათ. მათი დამყარო რეკორდს ვერ ემეძლებდა. და ეჭი შეეპარათ და ჩატარეს დათვალიერება მათი. აღმოჩინეს რომ გარეგნოთ არის ქალის გონი, მაგრამ და ფიზიკური ძალით ამით კაცია. მაგრამ რო გადაეკეთებინას ესე, უფრო და უარესად გამოიშავებოდა. მაგრამ ეს პათოლოგია არის, გენეტიკური პათოლოგია. და მაშინ მათი რეკორდები გააუქმეს. ისაც დედაკაცისთვის იყო ნორმა, ის აღადგინეს და ეს რეკორდები, იმიტომ რომ კაცისთვის არასაკმარისი, ქალისთვის ჭარბი იყო. მე ვიტყოდი კიდე როცა ამ სკეჩზე და აი თქვათ იკეთებს ის ანალიზს და იქ მიწერია მამაკაცის ნორმები და დედაკაცის ნორმები. განსხვავდება ანალიზში. ესე იგი არის ხოვობა. რატო იქ სხვა ფუნქციებია კიდე დედაკაცი, მამაკაცი კიდე სხვა ფუნქციებია. შეგვიძლია შეიძლება ამის შესაბამის არის. ეს არის ერთიანი სისტემა არის. ორგანული სისტემა და შეიძლება ორგანულ სისტემაში ქირურგიის დანი ჩაერე და შეცვალო რაღაცა. არაფერი სიმახიჯე გამოდის. ნუ ასეთი შეკითხვა ერთი. ახლა მაინტერესებთ, აი რატომ ხდება რომ პატარა ბავშვი, ვთქვათ, 2 წლის უფრო უმცროსი ასაკიც არის, უფრო ცოტა 5 წლით რომ ონკოლოგიური დაავადებები და სხვადასხვა დაავადებებით დაავადებიან ბავშვები და ზოგი გარდაიცვალა კიდეც. აი რატო რის გამო არის ეს დაშვებულიო მშობლების ცოდვის გამო ხდება ეს ბავშვმა რა დააშავო? აი რის გამო ხდება ესეთი რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში? თქვენ რა სიტყვით? კონკრეტული მაგალითები ნელია მსჯელობა და სხვადასხვა შემთხვევები არის. არის როდესაც ცოლქმარს არაფრიზე მდგომარეობაში ხდება ჩასახვა და თავისთავად ეს ნაყოფში შეიძლება ისახოს. არის გენეტიკური დარღვევები, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ნაყოფში გამოჩნდება უფრო მეტად. არის ხოლმე ეს რეცესიული გენი, და წინაპარს რომელიც თქონდა უცებ ამოვარდება ეს გენი. მაგრამ ეს მუტაციები არ არის ახალი მოვლენა. მოყვება.
რატო ხდება? დასაფიქრებელია. მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირი ხომ იმას. ვიღაცა იქავს სასჯელად და ვიღაცა შემთხვევაში არ არის საოცარი ამია. აი მაგალითად აი ბოლო დროს იყო გახმაურდა ერთი კალბატონის პროტესტი ვიდა მატრონას ხატის მიმართ. ნუ ვითომ სტალინის მიმართ ხოდა, მაგრამ ათომაც მატრონას ხატი და ზიანა. ესეც პათოლოგია. გინდა ერთი და გამოგდის სხვა რამე. და დაბადებიდან ის უსინათლო იყო. მაგრამ მას სულიერი ჭრეთის უნარი მიეცა. უამრავი ხალხი მიდიოდა და დღესაც მის საფუძვლად დადის ხალხი. მის სულის მიმართ თვალი აღარ არის ხომ ხედვა, მაგრამ სულიერი ხედვა გრძელდება ფიზიკური დასრულდა. აი ხო ასეთი ცხოვრებით იცხოვრა, სულიერი ცხოვრა. და მრავალი ადამიანის ყურადღება მიხვდა, მაგრამ ყველა ხო ესე არ არის. ესე იგი შეიძლება ეს გენეტიკური დარღვევები ხდება, რომ ადამიანის განსხვავებული თვისების გამოსავლინებად. აი, ამასაც აქვს მნიშვნელობა. შეიძლება კოებიდან ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მამხილებელი მშობლების გაუფრთხილებლობის, რომ მათ არ დაიცეს ის ნორმა ურთიერთობის და დაარღვიეს და მათი ბრალია და ბუნების შეხსენება არის. არის ეს პათოლოგია, მაგრამ აი ვინ როგორი არის, მე სულ მახსოვს ერთი გოგონა, იქნებოდა ესე 13 წლის იყო. მას გოგონი სისხლგაზეთება ემართა და მშობლებმა თხოვეს რომ იგებ რაღაცა აბაზიაროთ და მიყავ მისული. საოცარი სიმშვიდე ქონდა ბავშვს. ნუ ბლოგინაზე ვაჩვენე, ის ფაქტად აღარ დგებოდა. და მაგრამ სამდღმერთი. სანდროს სული არის. აი, საიდან მიიღო ეს, რომ ნუ ახლა სამხელება და განკითხვის წარმოება, მაგრამ ფაქტის კონსტატაცია, რომ ეს დედამ შემომიყონა მას ოთახში, დამტოვდა თავის მეგობრი ქალთან გავიდა ლოჯიაში, სიგარეტს ეწეოდა იქ. ეს აქეთ იყო ბავშვი და ისე ბავშვის სიტყვები მაინც მოესმინა, ან რაღაცა მის ურთიერთო მოძღვართან ერთიანება რაღაც არა, ეს არ ინტერესებს გავიდა. და ბავშვი ხდებოდა მე მალე გავალა სოფლიდან. ესეთი გონიერება ასაკში იშვიათია. მე ისი უმცროსი ძმა თუ და შემოვიდა არ მახსოვს და მის ათამაშოებს რაღაცა უყურებდა და დედამ გაიგონა შეასწავლ შხარუნი და შემოიხედა და უთხრა პატარას ეს ამ თეთიასიო და დაანებისო და ბავშვი უთხრა არა ითამაშოსო მე ხო აღარ დამჭირდება ესო ესეთი გონიერება სიბზნერო აი კი არ ეწყინა ჩემი სათამაშო ხელს არა ეგოისტური კი არა ითამაშოსო მას უხარდა რომ ის თამაშობდა მის თასავს და მე აღარ დამჭირდება ეგო აი ესეთი საოცარ სულიერება და აი ეს დავადება იყო და გამოვლენა ეს თვისება და დედამ ვერ დაინახა ეს აი რამდენი ესეთი მაგალითები გვაქვს ასე რომ ხდება მშობლების ბრალია და არის შემთხვევაში მშობლებს აღსაზრდელად რაღაცა ხდება დაინახონ მაგრამ ნუ თუ ვერ დაინახა ესე რა მისთვის ეს ბავშვი პატარა იმან რა იცის და ამან ცხოვრება იცის უკვე რომელი ცხოვრება იცის მიწერ ცხოვრება ღვთისგან განშორებული ცხოვრება და სული ცხოვრება არ იცის და ამ ბავშვმა ამ საკში უკვე ესე სულიერ ეს განჭვიდა ყველაფერი რა არის ღირებული ქვეყანაზე მნიშვნელოვანი მუფე ეხლა მიდის საუბარი რომ აი აცრებიც მოქმედებენ ბავშვებზე იმიტომ რომ კონტროლი არ ხდება ამ აცრებზე მიდის საუბარი იმაზეც რომ საკვები პროდუქტებიც მოქმედებენ ამაზე და ესე იგი ეს ფართო სპექტრია ხო ეს მარტო ასე პირდაპირ რაღაც ერთი არ არის ცივილიზაციასთან კავშირში ეს ნუ აი ერთად
ესეთი მიღწევა არის ტექნიკური მეცნიერების, რომ შეიძლება ბიომასის კლონირება. ცხვრის კლონირება, დამთავრდა კატასტროფის ცნობილი ცხვარი იყო დოლი და იყო და როგორ იყო. ცხვარი ხორცის ჭამას რო დაიწყებს, უკვე არანორმალურია, მაგრამ რომ დღეს პროდუქტით მომარაგების საკითხი, კაცობის გამრავლდა. აი მოვიდა ახლა მეცნიერება ტექნიკური ესეთი, რომ თურმე შესაძლებელი ბიომასის გამრავლება კლონირებით. აი ავიღოთ ხალხის ხორცი ხორცი და უცებ აი ბიოტექნოლოგიით გავამრავლეთ დიდი რაოდენობა, აღარ ჭირდება კათვები და მინდა აწარმოებ, მაგრამ მისი სტრუქტურა ახლა იცლება. ის აღარ არის. ცოცხალი არსება აღარ არის. რომელიც ფუნქციონირებს და თავის ფიზიოლოგიურ ფიზიკას ამის. აი ამაშია პრობლემა, რომ ჩვენ იმის მაგერად რომ მეტად ვაწარმოოთ ბუნებრივი გადავთ ხელმოურზე. ახლა წარმოგიდგენთ, ახლა არის ხელოვნური მინერალები, რომელიც შეიძლება იმის სინთეზირება ტექნოლოგიური პროცესის საშუალებით. არის უამრავი ახლა ბიზნესის ვიდახეთ, მაგრამ არის ხელოვნური ლალები, ხელოვნური თქვათ კიდე სხვა მინერალები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს იუველირულად. და არ განსხვავდება ნატურალური ბუნებრივისგან, მაგრამ არ განსხვავდება ვიზუალურად არ განსხვავდება. მოკლედ რენტგენის დასხივების შემდეგ სპექტრში აგვიდებენ არსებითი განსხვავება. ბუნებრივში რაღაცა არის სხვა თვისებები, თუმცა არ არის ხელოვნურში. და თუ კი მინერალში არა უშუალო არა ცოცხალ იმაში სტრუქტურაში ცვლილებები ხდება, რა ხდება მაშინ კლონირების მეთოდით მიღებული ბიომასის, თუმცა კი ცილები არის, თვითონ ქსოვილიც არის, ცხიმებით შეიძლება იყოს, კომპონენტი ყოფილი, მაგრამ ის არ არის ცოცხალი ორგანიზმი. რომელიც იცოცხლა და მოქმედებდა და რაღაცა პროცესები მასში მიმდინარეობდა. აქ პროცესები აღარ მიმდინარეობს. მაგრამ ეს არის ორგანული, მაგრამ მკვდარი. და როცა ასეთ პროდუქტს სარგებლობს ადამიანის შესაძლოა მას აკლდება რაღაცა. დიახ. კი შეიძლება კუჭი გაივსოს და დაგმოყოფილდეს ამით. მაგრამ რა ცნება შემოიტანა რით გაივსო ამას აქვს მნიშვნელობა, დიახ მეუფე. მაგრამ ეს ალბათ მომავალი თაობები ამას გამოიკვლევენ და იმედია რომ გაგრძელდება კაცობრიობის არსებობა, ქრისტეს მოსვლამდე და მანამდე შეიძლება მრავალი დროს მოიგება და ესწრება რომ ისე დაუბრუნოს ბუნებრივ წარმოებას. დიდი მადლობა მეუფე პასუხისთვის. ჩვენი გადაცემაც დასასრულს მივახლოვდა თქვენი მეუფება. დავემშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს. მშვიდობიანი ხანი მოვუსურვოთ. ამინ. და დილა. დილა. დიახ. მადლობა მოგზაინებისათვის მეუფე. გემშვიდობებით პატიციონ ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე. უშუალოდ.